მერფად აღნიშნოთ, გაგაძლიეროთ, დიდი სიყვარული გლოცავთ და ხნეობა მოგცეთ ღმერთმა. წვენაში გაგაძლიეროთ და სიყვარულში. ჩვენი მიწიერი ცხოვრება ეს არის ჩამოყალიბების პროცესი, ბრძოლის პროცესი, ადამიანად ახალ ადამიანად, ქრისტეს მიერ ადამიანად გახდომის პროცესი, ხო? ქრისტე ახალ ადამიანს ქმნის, ახალი ადამი. და გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ ძალები მოვიკრიბოთ, უკეთესი გავხდეთ, ხო? რა ვქნათ, ხო, ვინ არის ძლიერი და უძლეველი და საუკეთესო, ხო? ყველა რაღაცა გაჭირვება ყველას, მით უმეტეს ამ დღევანდელ დროსა და სივრცეში. ყველას თავის პრობლემა, კრიზისი აქვს, მაგრამ ქრისტე გვაძლევს წყალობას იმისაც, რომ ჩვენ შევძლოთ და ძალა მოვიკრიბოთ და შევძლოთ ის, რომ უკეთესი გავხდეთ, ვიდრე ვართ. და ბუნებრივიც არის, ესეც უნდა იყოს. რა თქმა უნდა, არის ბრძოლები, იქნება საწინააღმდეგო, ასე ვთქვათ, რაღაც შეწინააღმდეგება ამ განვითარებაში ადამიანისა, ხო? ხილული თუ უხილავი და ისეთი, ასე ვთქვათ, ადამიანების გაციება სიყვარულისა და განელება მათი სიყვარულის, ასე ვთქვათ, გაგრილება წმენაში, იმედის წაშლა, უიმედო ადამიანის წაქცევა ადვილია შემდეგ, იმედი რო აღარ აქვს. იმედი უნდა ქონდეს, ღმერთს იმედი არ უნდა დაგაქვს. რაც არ უნდა გიჭირდეს, უნდა იცოდე, რომ შენზე კიდევ უფრო მეტად გაჭირვებული არსებობს. იმას კიდე შენ პირიქით, შენ უნდა დაეხმარო სხვას, არათუ შენ ხარ თუ დასახელოს, თუ სამხრივ მოძრაობა ძალიან უნდა იყოს საქმე. შენ უნდა სხვასაც დაეხმარო, რომ მე შენს გაგეხმარო. ამიტომ ეს utopia is ფიქრო ყველა ბედნიერებისთვის აქ ვართ მოსული და იქორწინეს მათ და ეყოლათ უამრავი შვილი და ის ხო ქორწილი გრძელდებოდა რამდენიმე კვირა და იცხოვრეს ბედნიერად 100 წელი და ერთ დღეს გარდაიცვალა და შემდეგ და მე რა შემდეგ გამოდის მე რა იყვნენ ისინი ბედნიერი კარგს ჭამდნენ კარგს სვამდნენ იქორწინეს ისა ეს გააკეთეს კარგი რემონტი, იყიდეს კარგი მანქანები, აგარაკები, მოაწყვეს ცხოვრება, ყველა უყვარდა, ყველა უყვარდა და შემდეგ მე რა. აი ეს არის თორე ეს გასაგებია. აი ეს утопია მიწიერი ცხოვრების თავისთავად ჩაგეტილად ბედნიერებად ქცევისა, ეს არის დემონური утопია. პირდაპირ დემონური შემოგდებული ასე ვთქვათ, იხარებდე ამას სოფელში ეს არის როგორი ილუზია, ესეთ აი პირში ჩალა გამოგავე რა და როგორი მშიერი ციყავი, ისეთი მშიერი დარჩები, ახაც და იქაც. იმედგაცრუებას ვერ აცდებ ბოლოს. ეს არის ისეთი утопია, ისეთი ასე ვთქვათ, შენი მიკროსამყაროს ბედნიერ პლანეტად ქცევის ეს утопია, ისეთი რომ შენ ესე იგი ფაქტურად მთელი შენი ცხოვრების საზრისი აი ხილულ რაღაცა ხილულ აი მატერიალური ყოფის უსახურ ბედნიერებაში ჩაქსო, ჩადო და ჩაკლა და ჩაფერფლო. აი ეს არის ეს утопია. ამიტომ ამ მახეს, ამ მენტალურ მახეს, რომელშიც ბევრი ქეშოთი არის, რომელიცაც გაჭერილი და სულ ერთია, ოღონდ აქ იყოს რამდენიმე რაღაც პაუზა, რაღაცა ინტერვალი, კარგად, ყველაფერს მისცემს იმისათვის. სულს გაყიდის ჯვარი წერია. სულს ჩააბარებს განმადებიდან ერთად, ერთბაშად. ეგეთების ბევრია, ხა დიდი შემთხვევებია, ხა დიდი ასე თემა აღარ მოყვადი ხა, ისტორიული, ლიტერატურული და ასე შემდეგ და მისტიკური და ასე. და მე არის კითხვის დიდი ნიშანი და ის არის მთავარი, ის მე რა არის. ამიტომ ვილოცოთ მეტი რომ ღმერთმა ამ ბრძოლის ველზე, რომელშიც ვარ და ჩვენ თვითონაც ვარ ბრძოლის ველი, პერმანენტული ბრძოლის პროცესში ვარ. მუდმივი ჩვენს წინააღმდეგ ხილული თუ უხილავი ძალების წარმოებული ბრძოლის ველი ვართ, ბრძოლის გარშემორტყმული ვართ. ვერ ვაცნობიერებთ ამას, როგორ ვერ ვაცნობიერებთ ამ გაჭირვებულ, გაღატაკებულ, გაწვალებულ და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ერი, ოჯახები, ინდივიდები, უამრავი ინდივიდი, ოჯახი, ერი, უამრავი გაჭირვებული და გაუბედურებული ადამიანია, ხო? ამას როგორ ვერ ვაცნობიერებთ? თუ თვალები აგვეხვია, არ ვიცი რაღაცას, არ ვიცი რანაირი სათვალეები გავიკეთეთ, მაგრამ ხო ჩანს რომ ეს მიწა ბოროტებაში მიწიერი ცხოვრება ბოროტებაში ძევს
უნდა ვეძებოთ გამოსავალი, როგორ გავხდეთ უკეთეს და ჯოჯოხეთად არ ვაქციოთ ეს ყოფა, ისედაც ჯოჯოხეთის პროექციად ქცეული, თითქმის ქსერვასთან ქცეული ყოფა, და ჯოჯოხეთად რო არ ვაქციოთ. როგორ უნდა მოვიქცეთ? ქრისტეს უნდა ვევედროთ, მეც უნდა ვევედროთ, ყოველას და ღვთისმშობელს უნდა ვევედროთ, პავლე ევანგელოს ვევედროთ. რომ არ ჩავიკეტოთ ამ, როგორც აღნიშნე, ამ მიწიერი ცხოვრების მშვენიერებისა და ბედნიერების დემონურ ძიებაში. რომლისკენაც ეს უხილავი ბოროტი ძალები გვიბიძგებენ, რომ მიდი დღევანდელი დღით იცხოვრე, დღევანდელი დღე აქ იხარე, აქაც იხარე, მერეც იხარებ, კარგად იქნება, მერე ჯერ აქ. დღევანდელი გერჩივნოს, მერე რა იქნებაო, მერე როდის იქნება ის? მოიცი, ის როდის იქნება? ეხლა დღეს ჯობია. მიდი ყველაფერი გააკეთე ამისათვის. აი ეს დიდი, ძალიან დიდი მცდარი ფილოსოფია, თუ საერთოდ ფილოსოფია შეიძლება ეს იწოდოს. მცდარია. ამიტომ ეს დემონური ცდუნება ძალიან ადვილად გაშიფრვადია, იმიტომ რომ ფაქტიურად ამას დაუფარავად დემონსტრირებს ეს სოფელი. დაუფარავად დემონსტრირებს არანაირი შეფუთვას, მოჩუქურთმებას ამ უტოპიური ცდუნებისა არ აწარმოებს. დაუფარავად დემონსტრირებს ეს სოფელი. ესე იყავი. დღეს გამხესდი, ჭამე, დალიე, მოწიე, შეჭამე, მოთალე, რა ვიცი, რა გინდა, რა ვიცი, კიდე რა ჩამოვთვალო. გააკეთე და მერე ის როდის იქნება, ან იქნება ან არა და ჯერ სადახარ, მოიცე, ჯერ დიდი ხანი ბედნიერი უნდა იყო აქ, კაი ხანი. მერე იმას გვფიქრობ. კაცობრიობა, მე მგონი ეს გაიარა და ბევრი გამოცდილება გაიარა. ჩვენც მე მგონი დღეს რო გავდივართ ამას, თუ ამას კიდევ ვერ ხვდებით, ამ ხელდასხმაში, რასაც ჩვენ აქ ლაბორატორიაში გავდივართ პოსტსაბჭოთა სივრცისა, თუ ვერ ხვდებით, მაშინ ინტელექტს არ ვიყენებთ. არათუ არ განვაღმრთობთ, არათუ არ ხვდით მას ინტუიციად არ გარდავხნით, არათუ ჩვენს ნებას, გონებას, გულს, გონებას და ყველა სხვა ძალებს, ინტელექტს მათ შორის, რომელიც მოგვეცა ხატება და მსგავსება ესეც გონება ჩადებული ჩვენში, რომ გამოვიყენოთ, იმისაც რომ ეს გამოვიყენოთ და გავიაზროთ. ესეც უნდა განიღმრთოს, ინტელექტი, განხთობილი ინტელექტი შეიმეცნებს ყოვლადწმინდა სამების დოგმატს, მაგალითად, ხო? თორე დაცემული ინტელექტისთვის ეს ყოველთვის ჯვარია. ვერ შეიმეცნებს. ამიტომ ბევრი ერუდიცია, უამრავი ინფორმაცია და სკილები და უნარჩვევები არ ნიშნავს განათლებას. განათლებაა ბევრს აქვს, მაგრამ როგორი ბნელიც იყო, ისეთივე ბნელი რჩება ბოდიში ამ უხეში ნათქვამისთვის. რატომ? იმიტომ რომ თუ ეს არ იქნა განღმრთობილი, თუ ეს არ იქნა ქრისტეს ნათელი და გაჟღენთილი და გარდაქმნილი ცოდნად და ცოდნა სიბრძნეთ აყვავებულთ, რომელიც აუცილებლად ძალა არის ჩვენს ცხოვრებაში გამოვლინებული. ეს რჩება მკვდარ ერუდიციად, მკვდარ ინფორმაციად, მკვდარ მხოლოდ თვით დაჯერების მიზეზად, ეგრეთ წოდებული ინფორმირებული გონებისა, რომელიც ამ ინფორმაციას ცხოვრების ბოლოსკენ დაკარგავს და გადაბნევს. როგორც შიშით შეაგროვა, ისინი შიშითა და შფოთით განაბნევს და დაკარგავს. ამიტომ ჩვენ უნდა შევიძინოთ ჭეშმარიტების შემეცნების უნარჩვევა, ყველაზე მთავარი, ქრისტე უნდა შევიცნოთ. შემოუშვათ ჩვენს გონებასა და გულში. თუ ჭეშმარიტებას არ შევიძენთ, არ შევისისხოცებთ, არ შევიმეცნებთ, თავისუფლებას, რომელზეც დღეს აგიტირებული დეკლამაცია მიდის ამისა, თავისუფლებას ვერასოდეს ვერ შეიძენ. ვერასოდეს ვერ მოიპოვებ, იმიტომ რომ ზუსტად დედამიწა არის ის ადგილი, სადაც უნდა მოიპოვოთ თავისუფლება. მაგრამ თავისუფლება ასეთი ადვილი მოსაპოვებელი არ არის. თავისუფლება არის არ შეიძლება ის, რასაც ღვთის ჯული გიგზავნავს და თავისუფლება არის ის, შეიძლება აკეთო ის, რასაც ღვთის ჯული გაძლევს უფლებას გააკეთო. აი ეს არის თავისუფლება. და თავისუფლება არის ის, რომ შენი ცნობიერება გაფართოებულია იმ საზღვრებამდე და იმ პასუხისმგებლობის სივრცეზე, სადაც სხვა ადამიანის თავისუფლება და სხვა ადამიანის უფლებები ჩანს და კონტური მისი იკვეთება. აი იქ უნდა კონდეს ზღვარი და იცოდე. თავისუფლება არის ის, რომ შენ არ შეაწუხო შენი არც ქონებით, არც შენი დემაგოგიით, არც შენი უზნეობით, არც შენი არასრულყოფილებით, ჩამოუყალიბებლობით, რომელიც სხვისთვის კონფლიქტისა და შენი ჩამოუყალიბება, რომელიც არ არის ჩამოყალიბებული, შენი სული და სამსული და სხეული არ არის სოფხდელობა მასში სწორი და მართალი, სხვისთვის დამანგრეველ და ინდუცირების წყარო იქცევა, იმისა რომ ისიც ცუდად ხდება.
და შენთან ურთიერთობა ამ მდგომარეობაში, ამ ჩამოუყალიბებელ მდგომარეობაში სხვა ადამიანის თავისუფლებისათვის საფრთხეს წარმოადგენს და განვითარების საფრთხეს წარმოადგენს. ეს არის თავისუფლება, რომ შენ არ იყო ესეთი. პირიქით, სხვას მისცეს საშუალება, რომ მოყვას, განიღთოს, განთავისუფლდეს, შეიცნოს ჭეშმარიტება, გიყურებს რა შენ ადიდებდეს მამას, ძეს და სულიწმინდას. ამიტომ დიახ, დედამიწაზე არის ეს ჩვენი დავალება, რომ განვაღრთოთ ჩვენი თავისუფალი ნება და შევიცნოთ რა ჭეშმარიტებამ განგვანთავისუფლოს ჩვენ. და ზუსტად თავისუფალი ნების შეძენის ეს რთული, კივნეული, გამწმენდელი ტკივილებით და ბრძოლებით სავსე პროცესს გავდივართ და ნუ გაგვიკვირდება, რომ გავდივართ ამას და ესეც უნდა იყოს და მადლობა ღმერთს ამისათვის კიდევ. და ზუსტად ამაში არის, ამიტომ არის ბრძოლები. ზუსტად ამიტომ არის ბრძოლები, რომ ჩვენი ნებიდან, ჩვენი გულიდან, ჩვენი გონებიდან გამოსული სიკეთე არ მიწვდეს და არ განხორციელდეს და სხვა ადამიანს მოყვას არ მიწვდეს, არ მივიდეს მოყვასამდე. არ ჩვენ შეგვერგოს და არ სხვა შეერგოს. აი ამაზე მიდის ბრძოლა, რომ დაიბლოკოს ადამიანის თავისუფლება და განვითარება. რომ ადამიანი გახდეს განუწყვეტლი, ემუქრებოდეს საშიშროება იმისა, რომ დაიბლოკოს, შეწყდეს და გაჩერდეს მისი განვითარება. ზუსტად ამისაკენ მიდის ბრძოლა, ზუსტად. და ამიტომ მაქსიმალურად ცდილობს ეს ძალები, აი ეს ხილული თუ ხილავი ბრძოლა ძალები, რომ ადამიანში მყოფი რაიმე სიკეთე თუა უზურპიროს ის და მიიტაცოს. ამიტომ არის საფრთხილო ძალიან არასწორი მოძღვრებების მიყოლა. არა მართალი, არა მართლმადიდებლური და არა ვთქვათ ჯერ კიდევ გამოუცდელი ადამიანის უწვრთნელი სულისათვის ერეტიკული და არასწორი სწავლებების თამამად მასში გადაშვება და მიყოლა, იმიტომ რომ აქ ისეთი უზურპაცია შეიძლება მოხდეს ადამიანის სულისა, სამშვილისა, სხეულისა, ისეთი ძალები შეიძლება მასში შევიდეს, დამკვიდრდეს, საიდანაც მათი გამოძევება შემდეგ ძალიან ძნელი ხდება. შესვლა ადვილია, გამოსვლა ძალიან ძნელი ხდება მდგომარეობიდან. რატომ? იმიტომ რომ ამის უამრავი მაგალითი მისტიკური არსებობს და აღარ ჩამოთვლი დიდი თემა. ამიტომ ცდილობს ეს ძალები, რომ მიიტაცოს ადამიანის განვითარების შანსი და დაეპატრონოს მთლიანად ჩვენს ცხოვრებას. აზრით, სიტყვით და საქმით ხდება ბრძოლა, ხილული თუ უხილავი და უხილავი ბრძოლა. წაიგიქხავთ თუ არა და უამრავი თემა არის ამაზე, უამრავი ასკეტური გამოცდილება დაწერილი. მოკლედ, მინდა რომ გისურვოთ მეტი სულიერობა, მეტი გვიძარება, მეტი გაცნობიერება საკუთარი სულიერობისა, საკუთარი მისიის და ჯვარკვეთილობისა. გახსოვთ თქვენ იოანე ღვთისმეტყველის სახარებაში აღარა გეტყვით თქვენ მონათ, რამე თუ მონამ არ იცის, რასა იქ უფალი მისი, ხოლო თქვენ გარკვი მეგობრებად, რამე თუ ყოველი რაოდენიმე მესმამე მამისაგან გაუწყეთ თქვენ, აღარაფერი დაფარული, არანაირი დაკეტილი, დამალული, ერიტაული, არისტოკრატული დაფარული ცოდნა არ არსებობს, ეს ილუზია, უტოპია, ყველაფერი მოცემული და გახსნილია. იმიტაციები არსებობს, ოღონდ იმიტაციით ამაყობა, იმიტაციით სიამაყე, იმიტაციით საკუთარი თავის ილუზიაში ყოფნა დროებით ინტერვალზე მუშაობს. ყველაფერი მოგვეცა ჩვენ. ეს სიტყვები ნიშნავს, რომ უმაღლესი ცოდნა მოგვეცა ცხოვრებისათვის ქრისტეს მიერ. რაც ჩვენ უნდა სულ ამაში უნდა ვიყოთ, ჩავღრმავდეთ სახარებაში და გავაცნობიეროთ ეს. ამაში უნდა ვიღვიძებდეთ, დღისით თუ ღამითაც ვიღვიძებდეთ სულიერად. ეს არ არის მხოლოდ ფიზიოლოგიურ ძილზე აქ ლაპარაკი და ფიზიოლოგიურ გვიძილზე. ესე უნდა გავიგოთ. სულიერ გვიძარებაზეა. არ უნდა ვიყოთ გაუცნობიერებელი, ინსტინქტური, იმპულსური ადამიანი. უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი მისია, რისთვის ვართ, რაში მდგომარეობს ჩვენ დედამიწაზე ყოფნის არსი, აზრი, ამ სულიერი ცხოვრებაში, რასაც მოგვიწოდებს ასე ეკლესია, რა დავალებას გვაძლევს, რა მეგობრობას გვთავაზობს ქრისტე, რა მეგობრობას გვთავაზობს, რანაირ ცხოვრებას გვთავაზობს, რამხელა პატიმს გვაძლევს იმისა, რომ მეგობრები ვიყოთ მისი და ესეც არ გავაცნობიეროთ, ნუ იქნება ეს ხო? ამიტომ ეს მეგობრობა ზუსტად ჩვენში აღვიძებს და თესავს ყოველგვარ საუკეთესოს და ჩვენში უმაღლეს მეს განაღმთობს. უმდაბლეს ეგოიზმს კი არა, ეგოიზმს პირიქით ამდაბლებს. ეგოიზმი უნდა დამდაბლდეს, უნდა დამცირდეს, დამდაბლდეს. და ის ჩოჩორი უნდა გახდეს, რომელსაც ქრისტე ზის. ის ეგო ჩვენი უნდა იყოს თვინიერი, მორჩილი და დამდაბლებული, მაგრამ უმაღლესი მე, რომელიც ღვთაებრივი ნაპერწკალია ჩვენში
აი ეს განიღმთობა და გარდაიქმნება და თავისი იმ მისიის იდენტური ხდება, რომელიც ჩვენ ღმერთმა მოგცა, რომელიც სადაც ღმერთი ჭრეს და რომლისკენაც მოგვიწოდებს და ის არის ჩვენი ნამდვილი ესეთ ზებუნებრივი და ზემიზანი, რომლისკენაც უნდა მივისწრაფოთ. ჩვენი ის საუკეთესო მდგომარეობა, ის ხატება, რომელიც მოგვეცა, რომელიც მსგავსებად უნდა იქცეს. და რაშიც ამ გზაზე ყველას წარმატებას გისურვებთ. მადლობთ ჩვენს იესო ქრისტესი, იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.